ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ზვია ჩიხლაძე ჩვენი თანაწამყვანია აქ და მისი სტუმარი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი ჩვენი სტუმარი. მადლობა მობრძანებისთვის და სალომეს ძალიან კიდე ჩვენი სტუმარი იქი. მე მაპატიეთ, აღარ განმეორდება თანაწამყვანებში ითვლება სტაჟიანი თანაწამყვანი არის კი და ისეც იქცევა. რატომ მოიწინა? არ იქცევა სათანადოდ როგორც ყოველთვის. შვიდად არის ფაცი იყო და ეს ჰიპერაქტიული კონკურენტულ გარემოში ხო არ არის, ხო არ ეჭვიანობს, არ გადამრია, ხო? ხო, რაღაცა ისე იმას და იქ იმ ცოტა შემოუტია, აქაურობა ჩემი არისო და ცოტა მოიწინა. თემა გვაქვს ყოველთვის აქტუალური, საინტერესო და ყოველთვის გარჩევის საგანია, რომ რა ვქნათ, რა ჯობია. აი ჩემ შემთხვევაში უკვე 6 წლის ხდება, არ ვიცი, ვამშობია რომ თუ სპეციალიზაცია გავუკეთო, რა ჯობია, იმის მეშინია რომ რამე არ გამოიწვიოს. მოკლედ, აი 1000 კითხვის ნიშანი მაქვს. და თქვენგან ველოდები ახლა ამ პასუხს. კითხვის ნიშნები და ამბები რომ მქონდა და ზუსტად მეც რომ ტვინში რომ მიღრიტინებდა, ფაციკო მიბრძანდა ზაქროსთან, გაიკეთა სტერილიზაცია. დასრულა ქალური ცხოვრება. ცხოვრობს ბედნიერად, უფრო დამშვიდდა, ცოტა წონაში მოიმატა 1-250 გრამით, მაგრამ კვებით ურეგულირებთ. თავისთავად და ბევრად უფრო ისეთი ტიპი გახდა რა. ანუ სტერილურ ცხოველს სჭირდება განსაკუთრებული კვება, ხო? ჩემი კატაც არის სპეციალურ კვებაზე, ნაკლებ ცხიმიანზე. სპეციალური კვება სჭირდება, კატებში განსაკუთრებით, რადგან ნივთიერებაცაც რა იწვრება და შადგენჭოვანი დაავადებები. ეს განვითარების რისკი მაღლა იწევს და აუცილებელია სპეცკვებაზე გადავიდეს ან შემოუცირდეს რაციონი. და ძაღლი რას ვუფუჭებთ ძაღლს? ცხოვრების ხარისხს ალბათ პირველ რიგში, როდესაც მიყვავს ამნაბი. ესე ფიქრობენ უმრავლესობა ვეტერინარული თვალსაზრისით პირიქით, იმიტომ რომ გამრავლება უფრო მეტად სტრესია, ვიდრე თქვათ სტერილიზაცია ცხოველისთვის. მეტი როცა არასტერილური ცხოველი მეტი რისკის ქვეშ არის, ვიდრე სტერილური ცხოველი ჯანმრთელობის მხრივ. სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება, სიმსივნის განვითარების რისკიც მცირდება, როცა სტერილურია ცხოველი და ავიცი აგერ შენი გამოცდილებით თქვი, რომ იმხელა სტრესია პატრონისთვისაც ახლა არამოშენებელისთვის მით უმეტეს შობიარობის მიღება და იმის ლეკვების და პასუხის გაბლობა მე. იცით რა მაინტერესებს, რა ეტაპები? ანუ მე უკვე გადავწყვეტა, რომ გავუკეთო სტერილიზაცია ჩემს აგერ რა ვიცი, ოჯახის წევრს. არის 6 წლის ხდება, ანუ რას ვაკეთებთ? მოვდივართ, ანალიზებს ვუკეთებთ, აი საიდან იწყება მომზადება ამ ჩარებისთვის? აი, მდედრობითი სქესის ცხოველში არ უნდა გქონდეს სქესობრივი ციკლის პერიოდი და დამთავრებიდან სასურველია 3 კვირა მაინც იყოს გასული, მოდიხართ კლინიკაში. რა თქმა უნდა, გეგმიური პროცედურები უნდა იყოს ჩატარებული, აცრები, ჭიის წამალი. აბარებთ ანალიზებს, რადგან შევაფასებთ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაჩერდი. აი, არ უნდა. გაჩერდი. აი, ახლა იჩხუბე სულ. ხელში აყვანაზე რა არის? შენ შეჭერე შეხვე. მოდი, გარჩიე საქმე. ხო, ეს ხასიათი ანალიზებს, რადგან შევამოწმოთ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც იმუნოლოგიურად, ასე ბიოქიმიურად. სულად ვიკვლევთ. ეხოსკოპიებიც უკეთდება ცხადია, ხო? თუ საჭირო იქნება, გაუკეთდება ეხოსკოპიას, თუ რაღაც ექიმმა შეიტანა ეჭვი მაგ შემთხვევაში. შემდეგ უკვე ანუ ნორმალური პასუხის შემდეგ იგეგმება ოპერაცია და კეთდება საკმაოდ მარტივი ოპერაცია, ესე ვთქვათ. დაახლოებით რამდენი ხანია ეს პროცედურა? გააჩნია ახლა ინდივიდუალურია. პატარა ოპერაცია. აი ხა თქვენ კონვეიერივით გაქვთ უკვე თქვენი საქმე, მოყავთ, აკეთებთ ოპერაციას, უშვებთ და ზუსტად შენ გაქვს შეხება უკვე ძაღლებთან, რომელსაც სტერილიზაცია აქვს გაკეთებული. იცვლება მათი ხასიათი რადიკალურად თქვათ ოპერაციის შემდეგ, სტერილიზაციის. იცი როგორ არის, აი მთლად ასე ხა რო თქვათ რომ დაზუსტებულად რომ ყველა ძაღლზე იცვლება? არა. ზოგზე იცვლება, ზოგზე არ იცვლება. ანუ არის მაინც ხო რაღაც. კი, არის მაგის თავისთავად, მაგრამ ნახეთ როგორი ამბავი არის. მაგალითად ხშირად მინახავს მონადირე ძაღლებზე, რომლებიც თქვა ისეთი აზარტულები ვეღარ არის. ხო, დუმდებიანო ამბავი. ასევე ხო, ხშირად არის ხოლმე რომ აი რაღაც პატრონებს რომ მუშა ძაღლები, ჯერ მუშა ძაღლები საქართველოში ალბათ არიან, რა ვიცი, თითზე ჩამოსათვლელები, იმდენად აღარ არიან დარჩენილი. შეიძლება მაგალითად პატრონს ყავდეს მალინოა, გერმანული ნაგაზი, კორსო და ეგონოს რაღაცა მისი მეძე იყოს, რომ უნდა დამიცვას მთელი ამბავი. ხო და იმდენად შეიცვალა დღევანდელი დღის ცხოვრება, ძაღლის დაცვა აღარ ჭირდება არავის.
რატო აღარ გჭირდება? ხო, აი მე მომიგენია ხო ეხა სადღაცა თქვა ძაღლის იმედზე აუდგე და ავაშენო სახლი მქონდეს ეზო და ვიყო ძაღლის იმედზე ხო ბევრი სხვა რაღაცის მოფიქრება შეიძლება ამ შემთხვევაში თუმცა ბევრს მაინც ყავს ძაღლი ეხა სტრუქტურები მაგალითად რომლებს სადაც ეს მუშაძაღლები მუშაობენ და რაღაცა ეს მოდი გავუყოთ და აბსოლუტურად სხვა მიმართულება და სხვა ნაწილია და რომ ვისაც ესე ყავს ჩვენთვის სახლისთვის კომპანიონი ძაღლები ბაჩიკოს მაგალითზე რო ავიღოთ ხო დიდი კაპარჩხანა არასდროს არ ყოფილა მაგრამ სტერილიზაციის შემდეგ ცოტა უფრო ისეთი დაგვინდა მეტად ვინდა ალბათ მოუხდება ჩემ ძაღლს არ ვშველა აი ზოგ შველი ზოგს არ შველის ანუ ასე რომ ხო ანუ ესეც მითია რომ ყველა ძაღლი ერთნაირად იცვლება ოპერაციის არა ყველა ერთნაირად როგორც ადამიანია ყველა ინდივიდუალური ეგრეა ძაღლი ეგრეა ეს პოსტოპერაციული პერიოდი 7 იორკი მე არასოდეს მინახავს ხო გითხარი იმიტომ რომ ეხლა ამის ძაღლმა იმას ხნა რა ყო დაჩაგრა ისედაც ხარ შემოყარა არა ისედაც 7 არის შენ კატაზე ხა გამოცდილება გაქვს მაგრამ მე მართლა იმის მეშინია რომ პოსტოპერაციული პერიოდი როგორი მაქვს ანუ ორი კვირა ან ძაღლთან ერთად მოუვარო მეორე დღიდან ჩვეულებრივი იმ დღიდან ხო ანუ ჭრილობა ეს როგორ ხდება სპეციალურად დამცავი საყელო უკეთდება ჭრილობა არ მოილოკოს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არც ილოკავენ მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მაინც დაახლოებით რამდენი ხანი ერთი დღე ერთი საყელო ჭირდება დაახლოებით 2 კვირა რადგან შეხორცებას ეგრე ჭირდება და უბრალოდ თვითონ ნაკერი იმხელა არის რომ ფიზიკურად შეიძლება არც შეეთყოს პატარა ძალზე 1 სანტიმეტრის ხდება კარიდან ნაკერები არ ჩანს, კამშიდან ნაკერი ვაკეთებთ ჩვენ მაგალითად და არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს. 90% შემთხვევაში ისიც თუ ყურადღება მიექცა, გართულება 100%-იანათაც გართულების გარეშე მიდის პოსტოპერაციულ პერიოდში. იმიტომ რომ ყველა ძაღლის საყელოს არიჩერებს, მინახავს არიჩერებს, მე პატრონს ეწოდება ხსნის, არასწორად ამუშავებს და რაღაცა არსებობს გამო. ეგ ინფექცია რაღაცა ეზოში ყავს ან რაღაცა. ხა წამოვიდა დილეტანტის შეკითხვები. მორალურად ეს რაღაცნაირად არ უჭირს იმას ძაღლის პატრონებს, ხო? ძაღლის პატრონებს? ძაღლის პატრონებს. ანუ ძაღლს კი არ უჭირსო, ნახეთ, ძაღლის პატრონს მორალურად. ეხლა მორალურად ვერ ეტყვის ძაღლი როგორ უნდა გავიგოთ, მაგრამ აი პატრონი იღებს გადაწყვეტილებას, ახლა ბიოლოგიამ შექმნა ასეთი და ჩვენ უკვე ვეწინააღმდეგებით ამ რაღაცას. უნდა მივიღოთ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ აი როცა არასტერილური იქნება ცხოველი, იმას მეტი პრობლემები შეექმნება, ვიდრე სტერილურ ცხოველს. ერთადერთი უკუჩვენება რაც არის, წონაში შეიძლება მოიმატოს. მაგრამ მანდაც ვარეგულირებთ ჩვენ ვაჭმევთ საჭმელს და ჩვენ უნდა შევუზღუდოთ. ისიც ჩვენზეა დამოკიდებული. აი ძაღლებში თუ არსებობს წამალი, რომელიც ხელს უშლის განაყოფიერებას და ვთქვათ იმ აქტიური ფაზის დადგომას, რაც კატებში. ძაღლებისაც არსებობს, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე მაგალითად მაგას. ჩემ კატას კიბო გაუჩინა, სწორედ აი ამ პრეპარატებმა კი. პოლიცირებას იწვევს ორგანიზმში. ანუ ძაღლებშიც, ხო? რა თქმა უნდა, იგივე არის ზუსტად. ინექცია და აბები. ინექცია და აბები. უფრო კატებში უფრო მეტად გამოხატულია ეგ უფრო მწვავედ, იმიტომ რომ კატებს ხშირად აქვს პერიოდი და შესაბამისად პატრონებს ხშირად უწევთ პრეპარატის მიცემა და უფრო კატებში მწვავედ არის ჩანს ეგ საკითხი. ძაღლებშიც არის რა თქმა უნდა. ძაღლს თქვა 6 თვეში ერთხელ აქვს სქესობრივი ციკლი და კატას უფრო მალმალე და თქვათ მოხმარება როგორი ამ წამლების, იმიტომ რომ შეიძლება მორალურად კი ვიცინე ბევრი გადაწყვეტილებაზე, მაგრამ პატრონს შესაძლებელია თქვათ ერჩივნოს, რომ მოდი დაუყოვოთ. ერთჯერად მიცემასაც ერთჯერადად რომ მიცეს და თქვათ აი ეს ციკლი გადაიდეს და მე გავასწრებ, მაგასაც არ ურჩევ არავის. მე ერთხელ მივეცი ჩემ კატას აბები და მან დაიწყო ყველაზე დიდი პრობლემები მის ცხოვრებაში. ძუძუები იასამის ბუტონებივით გაეფურჩქნა რაღაცნაირად, ხო, ძალიან საწინააღმდეგო სქესის ჰორმონი შეყობ დიდი რაოდენობით და წარმოიდგინეთ თავისი ჰორმონები უკვე არა სტერილიზაცია ჯობს. ძალიან ბევრი უკუჩვენება მინახავს მეც კი. ვისაც ძაღლი და კატა ყავს, ეძახლის ჩემი შვილია, გამიგია და განწყობაც ეგეთია, რომ აი ოჯახის წევრი შვილია შემდგ და წავიყვანე კასტრაციაზე რაღაცნაირად ისეთი ამბავია რომ წარმომიდგენია რომ უნდა გაუჭირდეს მე თვითონ მიჭირს არასდროს ძაღლი არ მყოლია მის გააზრება და გავიაზროთ რომ ცხოველის ეს სქესობრივი სქესი აქვს ან გამრავლების ინსტინქტის დონეზე აქვს ის თქვათ იმ რო არის დედრობითი და მამრობითი ის არ არის თქვათ
გააზრებული არ აქვს. ხო, აი ეს მინდა რომ სწორად სიამოვნებას არ იღებს ეს. ეგეც და არ გჭირდება არაფერში. ბევრმა იცის რომ აი ერთხელ აუცილებელია რომ რაღაცა არაფერში არ ჭირდება, პრობლემის მეტი არაფერი არ დგება და თან მით უმეტეს ნახეთ როგორ არის ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ ძაღლების მოშენება არის პროფესიონალი ადამიანის საქმე. ეხლა მაგალითად რო ავიღოთ, ხო? პირველ რიგში ფაციკოზე გადავწყვიტე, იმიტომ რომ თქვა ჯანმრთელობის ამბავზე, მეორე ფაციკო რაც რა უნდა ეხლა ძალიან მიყვარს და ჩემი ოჯახის წევრია და მამას გოგოს ვეძახი, მაგრამ იმ სტანდარტებსაც რაღაცით ცდება და ვერ აკმაყოფილებს, მე თავისთავად რაღაცა შეცდომა მოხდება და უკვე ნაყარზე აისახება და მე უკვე იქ არის ექსტერიერული დარღვევა, შეიძლება გამოვიდეს ჯანმრთელობის დარღვევა, ბევრი პრობლემები და სხვათა შორის მინდა ყველას უთხრა რომ როცა გადაწყვეტე ნიუ-იორკის თუ ამა და იმ ჯიშის საყვანას არ არსებობს მინი რაღაცა სისულელე საერთაშორისო სტანდარტის არ არსებობს არ არსებობს მსგავსი და ასეთი უფრო პატარა უსუსური გლეკვები და ძაღლები ბევრად უფრო რატომღაც ძვირად ფასობს და ისევ ჩვენი შექმნილი ამბავი არის და სხვათა შორის ამას ხელს უწყობენ იმათ მომშენებლებს არ ვეძახი. ჩვეულებრივ ვაჭრები არიან, რომლებიც აკეთებენ ძალიან ცუდ საქმეს, ოღონდ აიღონ ფული. ჯის აქვს მისი სტანდარტი, უნდა აკმაყოფილებდეს იმ წონას, ფორმას, ყველაფერს და შემდეგ უკვე ის პრობლემა რომ მაგალითად ეხა ფაციკო რამდენჯერ ხელიდან გადამხტომია, ხო, პრობლემა არ ქონია და ხშირად ასეთ მინიძაღლები ამბობენ ყოფილა კლინიკაში. ყოლია პაციენტი რომელსაც 4-ჯერ ხონდა ტინეპიდურები 4-ჯერ გამოუხდა ხელიდან და მოტყდა 4-ჯერ კიდე. აი ხო ჩემსაც ქონდა და ბოდიშის თაბაშირი კი არა ფერადი ელასტიური ბინტი გაუკეთეს ეთყობა ძალიან მოუჭირეთ მეორე დილას გავიყვიცე დასიებული ამხერად ასე გაკავებ ნუ ამაზე ძიმე სანახაობა არ მინახავს საშინელდა ხო იორკების შემთხვევაში ისიან ხოლმე რომ ვერ გაუკეთეს იმიტომ რომ ძალიან თხელი ძვლები ქონდა და აზრი არ ქონდა იქ ოპერაციას ერთადერთი იყო რომ თქვა ფიქსაციით რაღაცნაირად ნუ შეხორცდა ის ძვალი თუმცა ბევრი იწვალა ძალა კივილი ხო წინა ბლოკში მამალობის სულ მაინტერესებს როგორ გამოხატავენ ძაღლებით ტკივილს და როგორ აღიქვამენ ტკივილს როგორ აქვთ ბრძნობელობა საკმაოდ ბრძნობიარიანი არიან ანუ შკალის მიხედვით ანუ ადამიანის მერე აცხენი შემდეგ ძაღლი მაგრამ ჩუმად არიან ხშირად როცა ტკივათ მე პატრონებს და ხალხში საერთოდ იმითია რომ ძაღლს ტკივა უნდა წამოტუნებდეს არა ეს არის დაცებელი ცხოველი და ანუ დაცებელია და აწმუტუნს არ გამოხატავს პირიქით ამ დროს მივარდება თავისთვის ისეთ მდგომარეობაში არის რომ ჩუმად იყოს ანუ და ამ დროს ნაკლებად იმოძრაოს სუნთქას სულის და ასე შემდეგ მოძრაობას ზღუდავს ანუ თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად მიხვდეთ ძაღლს როდის ტკივა და როდის არა ხო ანუ მე რატომღაც მეგონა რომ ძაღლები ხო არაფერზე ჩუმად არ არიან ხასიათი ზუსტად კი არა მე ერთხელ გამაღვიძა აი რაღაც აწუხებდა მოცელი მართლა ვამბობ ხარ ხო დაიჯერებ ამას იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანები არიან გამომიყვანა ოთახიდან კალთაში ჩამიჯდა და აი მიბიძგა რომ ცოტა შემეფუთა და ხელში მყოლოდა და ასე დილამდე ვისხედით იმიტომ რომ რაღაცა მქონდა მოპარული და აწუხებდა ის კი და თან მე მით უმეტეს როცა ჩვენი ძაღლია და ხშირად უყურებთ უკვე ვიცით რაღაცებს ხვდებით მოკლედ ამ ჩვენი ეგ მინდოდა ზუსტად რომ ეთქვა რომ მამოლოგი ყავდა თქო წინა ბლოკში და გაიხუმრა რომ კერდით უფრო ცნობო პაციენტებსა და თქვენ მე მგონი ძაღლით ხო ну მოკლედ ყველა ძაღლის კერდით და ძაღლის ყველაფრით ხო რა თქმა უნდა ალბათ გიწევთ ძუძუს მოჭრაც კი ჩემგანაც მაგალითად 4-ჯერ გაუკეთეს ამპუტაცია მოკლედ თემა ძალიან საინტერესო იყო ცალსახად ვიცით რომ ცხოველს არაფერს უშავებთ თუ კი გადავწყვეტ და სტერილიზაციას გაუკეთებთ მას ხასიათი არ შეეცვლება არ გასუქდება და ზომბი არ გახდება იგი ჩვენგან გამომდინარე თუ გავასუქებთ ჩვენი ბრალი ეს ჩვენი ბრალი იქნება მოკლედ ამამად გადადგით ეს ნაბიჯი ნუც მორალურად ნუ შეწუხდებით და ძაღლისთვის ეს უკეთესია ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე